გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ცოტა ხნით შემოვირბინე, უცებ მინდა რაღაც სიახლეები, ამბები გავაცნოთ ჩემს აუდიტორიას და შემდეგ ბატონ შალვასთან უნდა მქონდეს ვიდეო ტრანსლაცია YouTube-ის არხზე, ამიტომ დიდხანს არ გამიგრძელდება ლაივი, ამიტომ მოკლედ მინდა გითხრათ. ძალიან დიდი ამბები არის ატეხილი, მოულოდნელი ამბები არის ატეხილი. მთელს უკნიდან განათლებულ საზოგადოებაში გამოვიდა გერმანიის კანცლერი და განაცხადა, რომ რუსეთიო ევროპა არისო. რუსეთიო ევროპა არისო, თანო ევროპისო ყველაზე დიდი სახელმწიფო არისო, რევერანსიც ჩაუტარა თავისებური და ну გვინდა არ გვინდაო რუსეთთანო უნდაო ვილაპარაკოთო, რაღაცნაირადო მოლაპარაკებაზე უნდა წავიდეთო. ამიტომო მზად ვართო ახლა შიგ ევროპაო, ევროპელებიო რამენაირადო მოლაპარაკებაზეო წავიდეთო. არა და ერთი კვირის წინანდელი ეს რა ქვია განცხადებები რომ მოგესმინა მერცის, ну საერთოდ თუ ესეთი რამე წარმოსადგენი იყო და თუ ესეთი რაღაცები საერთოდ შეიძლება მომხდარიყო შიგ ევროპაში, ძნელად წარმოსადგენი იყო, იმიტომ რომ რა ევროპა, რის ევროპა, რუსეთი უნდა განადგურდეს, უნდა დავამარცხოთ, ასე ვთქვათ, ისე ვთქვათ. ну საქმე იმაში არის, რომ შემთხვევით არ არის ეს განცხადება გაკეთებული მერცის მიერ, მერცის განცხადებამდე ანალოგიური განცხადებები გააკეთა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტად წოდებულმა გალიის პეტუხმა. და მოკლედ ისეთი ამბები არის, რომ კაი პირი არ უჩანს ამ ყველაფერს, ადრე თუ გვიან დაიწყება ესა, ეთყობა მოლაპარაკებებზე გადავლიან, იმიტომ რომ სტრატეგიული მარცხი ვერ მიაყენეს ახლა დედა რუსეთს და ну ამიტომ ამდენი ადამიანის სიკვდილი, ამდენი რესურსის ჩაყრა, ამდენი უბედურება, რაც მოხდა იმაში რა ქვია შიგ ევროპაში, ალბათ ძალიან მტკივნეულად აისახება ყველაფერზე და დღეს კიდევ ბონუსად, ასე რომ ვთქვათ, შიგ ევროპელებს ისეთი რაღაცა მოუვიდათ, რომ აგერ ახლა დანიაში მიტინგებია ტრამპის წინააღმდეგ გამართული და პარიზის ესე რომ ვთქვათ პოზიცია ნელ-ნელა იცვლება იმასთან დაკავშირებით, ნატოსთან დაკავშირებით. დღეს ქვედა პალატაში იყო შეტანილი ესეთი მოთხოვნა, რომ საფრანგეთი რამენაირად გამოეყოს და გამოვიდეს ნატოდან. დიახ, საფრანგეთი არის ნატოს ისტორიაში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ქვეყანაც მთელი ამ ხნის მანძილზე ორჯერ გამოსული იყო ნატოდან. პირველად გამოიყვანა შარლ დე გოლმა, რომელმაც განაცხადა, რომ ნატო საფრთხის და ვასალობის მეტი არაფრის მომტანი არ იყო. ამას ჰქონდა თავისი მიზეზები, დე გოლი დიდი პოლიტიკოსი იყო და ძალიან კარგად თვლიდა თუ რა შეიძლება მომხდარიყო. დე გოლს სურდა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ძლიერი სახელმწიფოს შექმნა, ამიტომ დამოკიდებულება რომელიღაცა სამხედრო ბლოკში მას ხელს უშლიდა და მან კარგად გამოიყენა მისი ვიზიტი მაშინ მოსკოვში, როდესაც ბაიკანურის პოლიგონი ნახა და გენერალურ შტაბში აჩვენეს, რომ პარიზი იყო სამიზნე საბჭოთა რაკეტების, იმიტომ რომ პარიზში იყო განთავსებული ნატო შტაბ-ბინა. და ამის შემდეგ როგორც კი დაბრუნდა პარიზში, ეგრევე ამოარტყა პანგური და გაიყვანა მისი ქვეყანა ნატოდან. მხოლოდ პოლიტიკურ ელემენტად დატოვა და როგორც ასეთი სამხედრო და ესეთი ძირითადი ფუნქციები რაც არის ნატოში, საფრანგეთი გამოსული იყო ძალიან დიდი ხნის მანძილზე, სანამ 2009 წელს უკვე არ დააბრუნა სარკოზიმ. ქონდა ამას თავისი მიზეზები ქონდა, ფრანგებს უნდათ თავისი შეიარაღებული ძალების გაძლიერება, სამხედრო წარმოების შექმნა, ამას პლუს მიმატებული ის, რომ ფული რომელიც დაგროვილი იყო შეერთებულ შტატებში უნდა გამოსულიყო და საფრანგეთში უნდა შემოსულიყო ოქრო, რომელსაც ამერიკელები ეწინააღმდეგებოდნენ და ეს ოქროს კვეთა გამოიყენა პოლიტიკურად და საბჭოთა კავშირს დაუახლოვდა და გამოიყვანა საფრანგეთი. დაახლოებით იგივე სიტუაცია არის დღეს საფრანგეთისთვისაც. ფრანგები ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაკარგა აბსოლუტურად ყველანაირი
ღირებულება, რომელი ღირებულება შეიძლება ამ ორგანიზაციას გააჩნდა, ამიტომ სხვისი ინტერესების გამო საფრანგეთი ომში არ უნდა ჩაერთოს. და ასევე არის ერთი ძალიან საინტერესო დეტალი, რომელ დეტალზეც ნაკლებად უყვართ საუბარი, მაგრამ ეს არის თვითონ საფრანგეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, რომელიც პრაქტიკულად უარყოფილი იქნა არაერთხელ ამერიკელების მიერ, ეს თავის დროზე ავსტრალიელების და ახალი ზელანდიელების მიერ ირაყის შესყიდვაზე და ეს მეორე სიტუაცია განმეორდა ახლა, როდესაც უკრაინისთვის გამოყოფილი ფული დაავალდებულა დონალდ ტრამპმა, რომ ეს ფულით ყველაფერი უნდა ყოფილიყო ნაყიდი შეერთებულ შტატებში, რომ ამერიკის მხარდაჭერა მიეღოთ ამ ყველაფერთან ერთად. ამიტომ ხდებიან ახლა ფრანგები და საერთოდ ევროპელები ხდებიან, რომ ამ ბლოკს და ამ პოლიტიკას მომავალი არ უწერია. ამიტომ ყველა ცდილობს თავთავისი ასე რომ ვთქვათ ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენოს სიტუაცია და ნელ-ნელა ლამაზად გამოვიდეს ნატოდან და საერთოდ დაიშალოს ეს სამხედრო გაერთიანება. მე არ ვიცი რა ეშველება ჩვენს უკნიდან განათლებულ ახალგაზრდობას, ძველგაზრდობას, რომლებიც ნატოში გარბიან, ალბათ შეერთებული შტატები რო გამოვა, საფრანგეთი გამოვა, გერმანია გამოვა და ასე შემდეგ, მე მიგვიღებენ ალბათ ნატოში და მე იქნება ქართველებისთვის ადგილი შიგ უკნიდან განათლებულ ადამიანებს და ქვეყნებს შორის. ამიტომ ის პუნქტი, რომელი პუნქტის ჩაწერილი აქვს ამ იდიოტებს, რომელ იდიოტებსაც კოცობა ქვიათ, ჯობია თავის დროზე თქვენივე ხელით ამოიღოთ, ვიდრე ეს ორგანიზაცია უკვე აღარ იარსებებს საერთოდ ბუნებაში. არ ვიცი ახლა საქართველოში რა დონის მსჯელობები მიდის ამ საკითხებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საქართველოში საერთოდ მოსახლეობას იმდენად ჩლუნგად და დებილად თვლიან, რომ არ უღირთ მათ მოსახლეობასთან სერიოზული დიალოგის წარმოება, ჯერ ვინ უნდა აწარმოოს სერიოზული დიალოგი, მე ვერ წარმომიდგენია, ერთი მეორის მიღწევებით კოცების მთლიანად იდიოტთა და დებილთა გაერთიანება არის, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ერის უნება შეუძლიათ და ბიზნა ივანიშვილის ქებადიდება მათ უბრალოდ სამ შემოვიდოდე ერთი მომენტი შემხვდა ეს კოცების მთავარი პროპაგანდონი ტელევიზია ჭუტა იმედი ამბობდა ამლაი რაღაცას, რომ თურმე საქართველოს რეკორდი მოუხსნია კორუფციასთან ბრძოლაში და აღმოჩნდა თურმე ისე რომ საქართველო უფრო ევროპის ერთ-ერთი ისეთ არაკორუმპირებული ქვეყნების რიგში არის თურმე შესული, გადასარევია ამ ხალხის ამბავი რა დროს და რანაირად ლაპარაკობთ ამ ყველაფერს სასაცილოა. ერთი პრემიერ-მინისტრი კორუმპირებული, მეორე პრემიერ-მინისტრი კორუმპირებული, თავდაცვის მინისტრი კორუმპირებული, უშიშროების მინისტრი კორუმპირებული, იმის აჭარის გუბერნატორი კორუმპირებული და ბარიგა, მთავარი პროკურორი ესა რა ქვია, ცოტა ხანი იყო, მაგრამ თქვენი პროკურორი ხო იყო, უკლელი თქვენივე ბრალდებით და ასეთ ფონზე ესეთი ხელისუფლებები როგორ ახერხებენ ამ შიგ ევროპის საუკეთესო ოცეულში არაკორუმპირებულად ყოფნას, მე არ ვიცი, ეს ალბათ ბიზნა ივანიშვილის და კოცების პროპაგანდონობას უნდა ვკითხოთ ყველაფერი, რომ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის ფონზე ქვეყანა იქნას ჩათვლილი როგორც ასე თავისუფალ და არაკორუმპირებულ სახელმწიფოდ. ამიტომ ზედმეტი არის ახლა საუბარი სხვა დეტალებთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ სოფლიო იცვლება, სერიოზულად იცვლება და ამ შეცვლილი სოფლიოს წესრიგში საფიქრელი არის საქართველოს ადგილი, სად იქნება და როგორ იქნება და რანაირად იქნება. ნაკლებად მეეჭვება სიმართლე გითხრათ, რომ კოცებმა მსგავსი რაღაცები საერთოდ იფიქრონ, ამიტომ ძალიან შავ დღეში არიან ჩავარდნილები და რაღაცნაირად უნდა დააბოლონ ხალხი და რაღაცნაირად უნდა მოატყუონ ხალხი, მაგრამ რა ვიცი რა ყველაფერი შეიძლება აკადროთ თქვენ ხალხს და კი შესაძლებელი არის რომ აბსოლუტურად, იმიტომ რომ კოცები ქართველებს დებილად თვლიან და დებილიზმის სინდრომით არიან შეპყრობილი და შეუძლიათ მაგრამ ჭირი მალაო და ჭირმა თავი არ დამალაო, ხო? შუბი ხალთაში არ იმალება. ძალიან მალე დაგიდგებათ ბიზნა ივანიშვილო ის დღე და ის მომენტი, როდესაც რაც ახლა ირანში ხდებოდა, ის მომენტები აუცილებლად განმეორდება საქართველოში და ახლა ირანს თქვენ ვერ შეედარებით, იმიტომ რომ
ირანი შემდგარი სახელმწიფო არის თავისი ძლიერი უსაფრთხოების სისტემით, ძველი იმპერიული გამოცდილებით და სხვა ბევრი რაღაცეებით და თქვენ ხართ ერთი ბიზნეს ბუტკა, რომელ ბუტკაშიც მხოლოდ და მხოლოდ თქვენ და პინგვინებს შეგესვლელებათ, ამიტომ მე პროგნოზირებას ვაკეთებ იმისას, რომ ამ არეულ მდგომარეობაში მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანა და ბევრი ქვეყნის სპეცსამსახური შეეცდება საქართველოში სიტუაციის არევას. და ნახოთ ერთი ახლა ბატონ ბიძგვინას თუ გადაარჩენს თავისი ბერიათ რო ასაღებენ ლამისი სეჭკვიან კაცად რო ყავთ გადაქცეული ეს მდინარაძე, კობახიძე, ძმანი მისნი, რომლებსაც დიდი სიამაყით აფრიალებენ, რომ თურმე რა მაგარი კაცი არის, თურმე მდინარაძე, რომ მისი მოსვლისთანავე პრემიერ-მინისტრი დაიჭირა და უშიშროების ყოფილი მინისტრი დაიჭირა და ასე შემდეგ. ნახავთ ერთი რა უსაფრთხოების ქოლგას შეთავაზებთ საკუთარ თავს და ქვეყანას. დანარჩენი კიდე აგერა აღდგომა და ხვალინდელი დღეო ძალიან რთული გეოპოლიტიკური კვანძი იკვეთება, იმიტომ რომ თურქებიც მზად არიან უკვე ნატოს დაშლისთვის და ისინი უერთდებიან ეგრეთ წოდებულ აღმოსავლური ნატოს გაგებას, სადაც იქნება გაერთიანებული არაბეთის, საუდის არაბეთი, პაკისტანი და თურქეთი და ამაზე მიდის საუბარი. არავინ იცის რა ერთი სიტყვით ხვალინდელი დღე რას მოიტანს. ესეთ პირობებში ასეთი ჩმორიკა ხელისუფლება და ასეთი გამყიდველი ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ დამღუპველი არის ჩვენი ქვეყნისთვის, რომლებსაც იმის საშუალებაც კი არა აქვთ, რომ ის მახინჯი ჩანაწერი, რომელი მახინჯი ჩანაწერიც არის შესული კონსტიტუციაში, ის შეცვალონ და ეხლა გამოვა ვიღაცა დებილი და იმას იტყვის, რომ თურმე როგორ უნდა მოახერხოს ეს ქართულმა ოცნებმა და ბატონმა ბიძინამ, რომ ეს მუხლი თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობის ცვლილებას ითვალისწინებს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის აბსოლუტურად ბლეფი, აბსოლუტურად ტყუილი, იმიტომ რომ კი, პროცედურა როგორც ასეთი გასაგები არის, რომ კონსტიტუციის შეცვლას ამდენი და იმდენი რაღაცა ჭირდება, მაგრამ არსებობს მეორე პროცედურა, რომელსაც ქვია საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც შეუძლია გააუქმოს ნებისმიერი მუხლი კონსტიტუციაში, თუ ჩათვლის ის საჭიროდ, რომ ეს მუხლი არის არაკონსტიტუციური. ამიტომ ნებისმიერ პირთა ჯგუფს, ნებისმიერ ადვოკატს, გარკვეულ ადამიანს, ვინც სარჩელის წერა იცის ამ საკითხთან დაკავშირებით, შეუძლია დაწეროს ეს სარჩელი, შეიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოში და საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს ეს მუხლი და ცნოს არაკონსტიტუციურად, მხოლოდ და მხოლოდ აი ამ პროცედურების გამოყენებით შესაძლებელი გახდება კონსტიტუციაში შეჩერდეს ეს მუხლი, რომელი მუხლიც ამ ფონზე, როდესაც ნატოს გაქრობაზე და საერთოდ ევროკავშირის დაშლაზე არის საუბარი ქვეყანაში, გამოიწვევს რაღაც ისედაც პარადოქსი არის, მაგრამ განსაკუთრებით პარადოქსულ მდგომარეობას, იმიტომ რომ სად შეიძლება მიდიოდეს ქვეყანა, რომელ ორგანიზაციაში შეიძლება მიდიოდეს ქვეყანა, რომელიც უბრალოდ ბუნებაში აღარ არსებობს და უბრალოდ ვეღარ იარსებებს. ეს ცვლილებები მომდგარია კარს და ფაქტია, რომ უახლოეს მომავალში ალბათ არ დაჭირდება ამას წლები, იქნება ეს ყველაფერი გადასინჯული და როგორც ასეთი სამხედრო ბლოკი ნატოს შეწყვეტს არსებობას და როგორც ასეთი ევროკავშირი ამ ფორმით გაერთიანება ყოველ შემთხვევაში არ იქნება. მონახავენ ევროპელები თავისი უსაფრთხოების ქოლგას, ნამდვილად ახალ ქოლგას, არ ვიცი ეს შეიძლება იყოს დასავლეთ ევროპის და ცენტრალური ევროპის ქვეყნების გაერთიანება, ის რაც ვარშავის ხელშეკრულებამდე არსებობდა, ეს არის ძირითადი ქვეყნები, რომლებიც არის საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და რაღაც შექმნიან ახალ გაერთიანებას, რომელსაც ერქმება სახელად, ავიცი, ან ნატო თუ არა, კვატო ყოველ შემთხვევაში და ის ძველი დაკარგავს, იმიტომ რომ არავის არ აქვს სურვილი დღევანდელ გავეშებულ რუსეთს ესტონეთის და იმის, რა ქვია, ბალტიისპირეთის გამო ებრძოლოს. და საკუთარი ჯარისკაცები სასაკლაოზე გაუშვან
მათ ეს ვერ გაბედეს უკრაინაში და ვერ გაბედავენ ვერც ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მით უმეტეს, როდესაც უკრაინელი ხალხი ყოველ შემთხვევაში ამდენი წელია უკრაინული ხორცი იბრძვის იქ. და ბალტიისპირეთის შემთხვევაში ნატოს ფული და იარაღი არის და ბალტიისპირეთის შემთხვევაში ფულის ნატოსი უნდა იყოს, იარაღის ნატოსი უნდა იყოს და ხორცის ნატოსი უნდა იყოს, ანუ დასავლეთ ევროპელების რის სურვილის ნაკლებად და ნაკლებად გააჩნიათ დღევანდელ რეალობაში. ეს ამბები არის, ამიტომ დიდხანს ახლა აღარ გავაგრძელებ საუბარს დაგემშვიდობებით ბატონ შალვასთან, მალე უნდა მქონდეს YouTube-ის არხზე ესა რა ქვია ტრანსლაცია. მე მგონი ჩემი პირადი გვერდიდან გამიშვია ეს ლაივი. კარგი ხანია ამ გვერდზე არ ჩამეწერია ვიდეო ლაივები, რო პირადი სივრცისთვის ამათ დატოვებული, თუმცა არა უშავს YouTube-ის არხზეც გადავიტან ამას და დავთებ. მოკლედ ეს მოლოდინები არის, გადაეცით უკნიდან განათლებულებს საქართველოში, რომ როგორც ყველაფერს აქვს დასასრული, თქვენს იმას რა ქვია ტრაბახსაც ძალიან მალე დაისმება წერტილი და როგორი იქნება სამყარო ამის მერე ვნახავთ. და ისე რადგანაც მერცმა განაცხადა ის რომ ესე იგი რუსეთი ევროპაა, დარწმუნებული ვარ შაჰის დროშით მორბენალი ხალხი ქუჩაში რო გამოვარდეს ხვალ და განაცხადოს რუსული დროშით რომ რუსეთი მართლა ევროპაა, ეს ნამდვილად არ გამიკვირდება, იმიტომ რომ საქართველოში ზნეობა და მორალი და თავმოყარეობა და პრინციპულობა საერთოდ განულებული არის, ფული მიეცი და ცხოველის დონეზე არიან მასა დასული. შიგ ირანში, შიგ ღრმად ირანში რამენაირად შაჰი გაათავისუფლეთ ირანი და გადავრჩებით და კარგად იქნება ყველაფერი. თავარი არის ირანს დემოკრატია ეღირსოს, აი თქვენ პატრონს თქვენსას. მართლა შაჰ-აბასის ნაბიჯვრები ხართ რა, გენი თავისაშვება და იმიტომ დარბი ხართ და წევი ხართ და კივი ხართ, რა ქართველი კაცი შაჰის დროშით ნაღდათ არიბენ და ქუჩებში. მადლობა ყველას ყურადღებისთვის. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და ნახოთ აბა დანარჩენ.